სოფელ ფანფალეთში სამი მღვდელმთავრის ხსენების დღე მისივე სახელობის ტაძარში უკვე მეორედ აღინიშნა. წირვა-ლოცვა შემოქმედებმა მიტროპოლიტმა მეუფე იოსელმა ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად ახალბინა. სამი მღვდელმთავრის ბასილი დიდის, ივანე ოქროპირისა და გრიგოლ ღვთისმეტყველის ხსენების დღე მისავე სახელობის ტაძარში აღინიშნა. შემოქმედებმა მიტროპოლიტმა და მთავარეპისკოპოსმა მეუფე იოსებმა წირვა-ლოცვა აღავლინა. დღესასწაულს მღვდელმთავრების სახელობის ტაძარში სოფლის მოსახლეობა დაისწრო. ძალიან მევაყება, რომ ჩვენი ეკლესია 2 წლის შესრულდა. ფანფალეთის ტაძარია და ძალიან მევაყება, რომ სტიქაროსანი ვარ სამი მღვდელმთავრის ხსენების დღე და ყველას თელ სრულიად საქართველოს გილოცა. ნაშე რაღაც თუ გაიბედებენ სიტყვა, მართლაც მეამაყება, რომ მე კეთილის საქმე გავაკეთე. მეამაყება ჩემი სოფელი, რომელიც მოწყურებული იყო ამ დიდ სიყვარულს, ღვთის დიდებას, ტაძრის დღესასწაულია და მიულოცავ ჩემს სოფელს ყველა მორწმუნეს. წმინდანების ხსენების დღე ერთად მას შემდეგ აღინიშნება, რაც მიტროპოლიტ იოანეს თავად წმინდანები ეჩვენენ და განუცხადეს, რომ ღვთის წინაშე თანასწორნი არიან. უამრავი ნაშრომი შექმნენ იმისათვის, რათა წვალებლობისგან და სხვა ცხრუ მოძღვრებებისგან დაეცვათ ჭეშმარიტი სარწმუნოება, ჭეშმარიტი რწმენა და ამიტომ დედა ეკლესიამ იმდენად დიდად გამოარჩია მათი ღვაწლი, რომ ერთს ბასილი დიდი უწოდა, მეორეს გრიგოლი ღვთისმეტყველი და მესამეს ივანე ოქროპირი. მათი ხსენების დღეს 12 თებერვალს ერთად სრულიად საქართველო აღნიშნავს.